ნუ არაფერი განსაკუთრებული ჯერჯერობით არ ხდება, ნუ სამწუხაროდ ჩვენ ამ მანკიერი წრიდან ვერა და ვერ გამოვედით, ისე იგივე პოლუსებს ხედავთ ჩვენ, ნუ თბილისში მოდით ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ერთადერთი ინტრიგა ამ ადგილობრივი არჩევნების არის თბილისის მერის არჩევნები და ნუ ისევ და ისევ ნეგატიური დაპირისპირების ფონზე ვიმყოფებით, როდესაც პოზიტიური დღის წესრიგი პრინციპში არც ერთს არ აქვს, ურთიერთბრალდებები და ესე რომ ვთქვათ, ესეთ ალბათ სავარაუდოდ კომპრომატების კასკადს ვიხილავთ ჩვენ ამ პერიოდში, საკმაოდ დიდი დოზით, ტყუილ მართალს, რა თქმა უნდა, არეულს ერთმანეთში. და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დავდგებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში არა რაღაცისთვის, არამედ რაღაცის წინააღმდეგ. და აი ამ ფონზე პროცესის წარმართვა, რა თქმა უნდა, კიდევ სამწუხარო რეალობაა და ის ფიგურანტები, რაც თავარია, ისევ და ისევ ისინი არიან. ამ დროს ამომრჩეველი რჩება ისევ და ისევ ასე რომ ვთქვათ, ცუცსა და უარეშორის არჩევანის პირისპირ, იმიტომ რომ მე არ მგონია თბილისის ამომრჩეველს მოწონდეს ან დღევანდელი ხელისუფლება და უფრო მეტად არ მოწონს კიდე ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ სხვა არჩევანს პოლიტიკური ბაზარი ვერ აძლევს იმ თავარ გზავნილზე პასუხს, რასაც ელოდება ამომრჩეველი, განსაკუთრებით თბილისში და ეს გზავნილი გახლავთ, მოდით ესე ვთქვათ, ხო? ესე ჩამოვაყალიბოთ, რომ გავწმინდოთ თბილისი პარტიული და კლანური ინტერესებისგან, იმიტომ რომ ეს ინტერესები იგრძნობოდა წინა ხელისუფლების პირობებში, ეს ინტერესებიც დომინირებდა დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც, რა თქმა უნდა, ნარმანიას ფასად სამოფარებული და ის რომ ფასადური ფიგურა იყო, მე მგონი ამაზეც სამრჩეველი პრინციპში შეთანხმებულია და მაგრამ აი ესეთ არჩევანს ანუ ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ ამის მოსურნეა, რომ გაწმინდოს ამ ინტერესებისგან მერია, არამედ ამის გამკეთებელიც არის, სამწუხაროდ ვერ ხედავს. ხო, პირველ ნაწილში ალეკო ელისაშვილი პასუხობს ამ არჩევანს, ანუ მას აქვს სურვილი რომ გაწმინდოს, მაგრამ ამომრჩეველს ეჭვიეპარება რამდენად შეუძლია ალეკო ელისაშვილს ამის გაკეთება და აქ რა თქმა უნდა პრობლემებია. ჯერ ალეკო ელისაშვილსაც ეჭვიეპარება უნდა თუ არა დედაქალაქის მერობა. ჩვენ აუცილებლად მას დაუთმობთ შესაძლებლობას თუ კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს არაერთხელ რომ თავისი მოსაზრებები გააცნოს ამომრჩეველს, თუმცა მე მაინტერესებს ვიკითხო რა, ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემით, როგორ ფიქრობთ? დედაქალაქის მოსახლეობა, რეგიონების მოსახლეობა ხმას აძლევს ისევ ბიძინა ივანიშვილს თუ შეძლო ქართულმა ოცნებამ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება ამ შემთხვევაში თბილისში კახი კალაძეა უკვე იმიჯი პირველი ნომერი ამ შემთხვევაში რეგიონებში ისინი ვინც იქნებიან თქვათ ის თუ თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ილუზიაა და ეხლა ეს იმდენად მარტივი კითხვა დამისვით რომ გასაგებია რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა ლიდერების გენერირება, ხო ადამიანების გენერირება, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რესურსებს თუნდაც ერთ ხმას მაინც შემატებენ. ანუ დღეს იგივე კახი კალაძე, ახლა სახელი და გვარის დასახელებაც მეუხერხულება, ხო სახელმწიფო კანდიდატი მოდით ესე უწოდოთ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ კახი კალაძე აიღებს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენსაც გაწუდება ქართული ოცნების, ანუ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის და მისი ავტორიტეტის რესურსი. ანუ კახი კალაძე დგას ქართულ ოცნებაზე და ქართული ოცნება დგას ბიძინა ივანიშვილზე. მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი პროცესში მონაწილეობს თუ არა, მისი ნიშნით მიდის, ანუ ის არის ამ მოდით ეს ადამიანების თავყრილობის ერთ-ერთი გარანტი, ხო ეხა პოლიტიკურ ძალად, პოლიტიკურ პარტიად მე ქართულ ოცნებას სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ და მე ამას ნიშნის მოგებით არ ვლაპარაკობ, ვერ განვიხილავ. რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნების ლიდერი, ფორმალური ლიდერი, მოდით ესე ვთქვათ, კვირიკაშვილი, რომელიც ყველა თავის გამოსვლით, ყველა თავისი ქმედებით ამბობს იმას, რომ ის არ ერევა პოლიტიკაში და ჩვენ არაერთი ნიმუში ვნახეთ ამის დასადასტურებელი ამ თვეების განმავლობაში, როდესაც ძალიან ბევრი კრიზისი იყო და ის არიდებდა ამ საკითხებზე, ამ საკითხების კომენტირებაზე თავს.
ჩვენ ყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დაიწყო რაღაც უცნაური 6 თვიანი პროცესი და ბოლოს ძალიან უცნაურად დაასრულა, როგორც იტყვიან. ანუ არავინ არ არის თავის ადგილზე. გენერაცია არ მომხდარა ლიდერების. კახი კალაძე შეიძლება ითქვას მეტნაკლებად ისეთი გამონაკლისია, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც გაიზარდა ამ პროცესში. ხო, სხვა ყველა არათუ არ გაიზარდა, არამედ დეგრადაცია განიცადეს, სრული დეგრადაცია განიცადეს. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ მმართველობის სისტემის სრული კოროზია, რაც შეიძლება ხვალდაზე კრიზისში გადაიზარდოს, იმიტომ რომ მმართველობის სისტემა საერთოდ არ არსებობს, სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ აღარ ფუნქციონირებენ. უпростоრად ინერციით ფუნქციონირებენ. არანაირი სერიოზული გადაწყვეტილება, არანაირი ქმედება რეალური, ხო? ერთადერთი ბუკიკიოს დაურეკა და ტელეფონზე ელაპარაკა. აი ამ დონეზეა news making-ი, ესე რომ ვთქვათ, ქართული ოცნების, რომ ტყლაპოში ჩახდნენ ბუკიკიოსთან და ეხა პრემიერმა დაურეკა და სასწაულები მოახდინა.